გასულ კვირას ჩვენი ქვეყანა საზარელმა ავტოკატასტროფამ შეძრა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილის შეჯახებამ ბევრი ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ავტოკატასტროფაში მოხდნენ მორაგბეები, მათი მეუღლეები, ახლობლები და ახლა ისინი გადარჩენისთვის ებრძვიან. სამწუხაროდ ამ ავარიის შედეგად ზაფხულის ერთი მხიარული მგზავრობა სამი ახალგაზრდისთვის ფატალური აღმოჩნდა. ნინია ახვლედიანმა გაიარა ეს საბედისწერო გზა და ის ავარიის მიზეზების დადგენა შეეცადა, თუმცა მანამდე პირდაპირ ეთერში ვrთავთ მარიკა ბაკურაძეს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალიდან. მარიკა, საინტერესოა როგორია ბოლო ინფორმაცია დაშავებულების ჯანმრთელობის შესახებ, რომლებსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს. ამ დროისთვის სიახლე გვაქვს ის, რომ ჩვენ გავარკვიეთ ხვალინდელი დღის გეგმა. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთის მხრივ გადამწყვეტი დღეც, რადგან იგეგმება პირველი ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია სამ პაციენტს ანანო ბუაძეს, გიორგი ლომინაძეს და ნუცა გუნცაძეს უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია სახის და თავის მიდამოებში და ამისთვის ხვალ ქუთაისში თბილისიდან სპეციალურად ჩამოვა ყბასახის ქირურგი. ამ სამი პაციენტის მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულია ვიდრე მერაბ კვირიკაშვილის. სამივე მათგანი ამ დრომდე შეერთებული არის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ერთის მხრივ ექიმები ფიქრობენ, რომ ეს ოპერაციები იქნება ცოტა არ იყოს სარისკო, თუმცა მეორეს მხრივ რეანიმატოლოგებმა და ქირურგებმა ერთობლივად მიიღეს ეს გადაწყვეტილება და დაიგეგმა ხვალინდელი დღის ოპერაცია. ამ ოპერაციამ თავიდან უნდა აირიდოს მომდევნო საფრთხეები. მე უკვე გითხარით, რომ მათ ძლიერად აქვთ დაზიანებული, დამტვრეულიც კი სახის და თავის მიდამოები და სწორედ ამ ოპერაციამ უნდა შეამჩეროს ინფექცია და ის არ წავიდეს ტვინში. რაც შეეხება მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთისთვის გაცილებით უფრო უკეთესია ვიდრე დანარჩენი სამი პაციენტის. თავიდანვე როცა მერაბ კვირიკაშვილი მოიყვანეს კლინიკაში, მას არ დაჭირვებია რეანიმაციაში მოხვედრა, ის თავიდანვე სტაციონარში პალატაში მოახვედრეს და მისი დიაგნოზი გახლავთ ქალატვინის დაზიანება, შედარებით მსუბუქი ფორმის ტრამვა და მრავლობითი სახის დაჟეჟილობები. ამ დროის მდგომარეობით მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ხვალ იგეგმება განმეორებითი კვლევები და შესაბამისად გადაწყდება შემდგომი ტაქტიკა. რაც შეეხება გიორგი ლომინაძეს და ანა ბუაძეს, იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე და მათი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მდგომარეობა არის გაუარესების გარეშე. რაც შეეხება მეოთხე დაზარალებულს, ნუცა გუნცაძეს, მოთავსებულია ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში. ისიც იმყოფება მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობაც ასევე არის გაუარესების გარეშე. ავარიის დროს 4-ვე მათგანის მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ გამორიცხული იყო მათი ტრანსპორტირება თბილისში, ამიტომ 4-ვე მათგანი დარჩა იმერეთში. ყველაზე რთული იყო ანანო ბუაძის მდგომარეობა, რომელიც როგორც გითხრეს სამტრედიის კლინიკაში, ზუსტად ვიმეორებ ამ სიტყვებს, ბეწვზე გადაარჩინეს სიკვდილისგან. პაციენტები ამ დროისთვის ასე არიან გადაწილებული. ნუცა გუნცაძე არის ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში, სხვათა შორის ავარიის დროს ნუცა გახლდათ 16 კვირის ორსული. დანარჩენი სამი პაციენტი კი არის ამ კლინიკაში, სადაც ახლა მე ვიმყოფები, ეს არის იმერეთის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი. როგორც გითხარით, სამივე მათგანი მძიმედ არის, ყველაზე უკეთესად არის მერაბ კვირიკაშვილი. გარდა ადგილობრივი ექიმებისა, აქ 24 საათიან რეჟიმში მეთვალყურეობს მათ რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი გიორგი ჭუმბურიძე. ისინი და ადგილობრივი ბრიგადები ერთად არიან მუდმივად მობილიზებული და აკონტროლებენ პაციენტების მდგომარეობას და როგორც ბატონმა გიორგიმ და ადგილობრივმა ექიმებმა განაცხადეს, აქ ყველაფერი აღჭურვილობა და ყველანაირი გარემო არის შექმნილი იმისთვის, რომ ამ სიმძიმის პაციენტებს მოუვარონ. მადლობთ.